ხო, აი ხა უკვე გადავიდეთ შელინგზე რა. შელინგი ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, ფილოსოფოსი, რომელიც ნატურ ფილოსოფიამდე მივიდა და რაღაც მისტიკამდე გადაიჭრა და ამიტომ ის ვერ გახდა ფილოსოფოსებისთვის მანდამაის პოპულარული, და დღემდე არ არის ისეთი პოპულარული როგორც ჰეგელი. ის ჰეგელზე ცოტა უფროსი იყო და მე ჰეგელის დიალექტიკა ვერ მიიღო რა, ჰეგელის ეს არის ლოგიკური დიალექტიკა ჰეგელისა, მისთვის ესე იგი ეს ლოგიკაზე დაფუძნებულობა შელინგმაც ვერ მიიღო ჰეგელის. მაგრამ მასთან ხა გეტყვით ხა თუ ციტატა თუ კი საბოლოო შელინგი ესე იგი ეს გოეთე იდგა შელინგის პოზიციაზე ნატურ ფილოსოფიიდან და თუ კი საბოლოო შელინგი გოეთეს ნაწილობით თანამოაზრე მივიდა ნეგატიური აპოფატური და პოზიტიური კატაპატური ფილოსოფიის უკეთრ გამეჯუნამდე მართლმადიდებელი ლოსევისათვის აბსოლუტური დიალექტიკისა და აბსოლუტური მითოლოგიის დამთხევა პერსონალისტურ პერსპექტივაში სხვა არაფერია თუ არა შესაძლებლობა და აუცილებლად კი ქმნილი პერსონების პიროვნულობის დასაფუძვლებისა. იმისათვის რომ ადამიანი პიროვნება იყოს, მარტო აპოფატურობა არ კმარა, აი შეხვედი შეუცნობელ ღმერთში და გალახდი. ოკეი, გავყვი, მაგრამ სად არის შენი პიროვნება? ხო? ამიტომ შენ შეუცნობელში მიდიხარ, შეიცნობ მას, იმდენად რამდენადაც შეგიძლია და ეს უკვე შეუცნობელის შენ არ გადმოტანა არის. მერე ის შენ ამიტომ შენი პიროვნებაც დიალექტიკურია, მუდამ იზრდება. და ასე შემდეგ, აი გავანებოთ ამას. ესე იგი, აქ დგას პრობლემა იმისა, ამიტომ ვაჩვენებ, რომ ეს გოეთეს ეს პრობლემა აპოფატიკისკენ გადახრილი ეს პრობლემა, რომელიც აი ამის ფერთა თეორიაშიც ვლინდება და ეს გვაქვს კასირერთან, რომელიც ნეოკანტიანელია და ნეოკანტიანელობიდან გამოდის სწორედ ალექსეევი და ესე იგი ნეოკანტიულ და ფენომენურ ჭრილში უნდა განვიხილოთ მისი იურიდიული ლოგოსი, რომელმაც მე მივიძგა რომ ეს ლოგოსი დამაკავშირებდა მაქსიმ აღსარებელთან. მოდი ახლა გადავიდეთ ასე ნელა გადავდივართ მამარდაშვილზე. ესე იგი რატომ დამჭირდა ახლა მე აქ მამარდაშვილი და რა მიმართებაშია მამარდაშვილი აი ამ ფეხმძიმე სიმბოლოსთან ან გოეთესპერტა თეორიასთან და შესაბამისად სამართლებრივ ლოგოსთან. ბებიაქალობით, ახლა ბებიაქალი რა არის? ბებიაქალი არის პლატონის ფილოსოფიაში, ესე იგი დიალექტიკაში. დიალექტიკა დიალოგს ნიშნავს, დიალოგებში რა, პლატონის დიალოგებში სოკრატე არის სოკრატე რო კითხვებს უსვამს. ესე იგი ყველა ადამიანში არის იმის გამო რომ ადამიანის სული და იდეების სამყარო ერთი ბუნებისანი არიან, ადამიანის სულში ყველა იდეების ცოდნა მოცემულია. ესე იგი ადამიანი უკვე თანდაყოლილი აქვს, ასე ვთქვათ, სულიერად, თანდაყოლილი აქვს მას ეს ყველა მთელი იდეების სამყარო. თანდაყოლილი ყავს ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, ხო? თუ ვიტყვით რომ იდეები ცოცხალია. და მაგრამ სხეულში ხდება როგორც დილეგში და მას ავიწყდება ეს ცოდნა, ეს ლეთესყალი და ალია და რაღაც. და სოკრატე კითხვებს რომ უსმევს, ის ბებიაქალივით არის რა. აი ეს მასში ყოფი იდეა ის იდეური სამყარო ცოდნა სამკუთხედის შესახებ რა. ცოდნა იმ კითხვების დასმით, აი რა არის სამართლებისა, რომ ეს დაიბადოს, გამოჩნდეს, წარმოჩნდეს და თვითონ ვისაც დიალოგება იმან გაიგოს ის რაც უკვე იცის მისმა სულმა. ესე იგი დაიბადოს მასში ის რაც უკვე მასში იყო, როგორც დედა შვილიო ვერ ხედავს. სხვა და ვერ დაიბადე, უი როგორი ცხვირია კი მას გავს, ამას გავს, ლურჯი თვალები აქვს რაღაც ეგეთ. ხო? ესე რომ იცნო მე ის იდეა და ნუ ხა თუ შემდეგ გადავალთ მთლიანად დავინახავთ რომ დავინახავთ რა მამარდაშვილისთვის და შლაიმაიხერისთვის სადაც ეს არის
იქ კი არ იბადება იმაში როგორც გაიგოს ვისაც ელაპარაკება, ეპაეკრება, ედიალოგება სოკრატე. არამედ კითხველში დაიბადოს გაგება და აზრი. აი მაგალითად, თუ სამართალზე და სამართლიანობაზე ლაპარაკობენ, იქ არაფერი თეორია არ არის. ნუ რაღაც თეორიებია განხილული და ასე რჩება. აი ამის კითხვისაც შენში უნდა დაიბადოს გაგება. აი დიალოგისაში მამარდაშვილიც ამბობს, რომ აი ამ დიალოგის დროს გაგების ნაბერწკალი შეიძლება გაავარდეს. ესე იგი, ეს არის ბებიაქალობას ეძახიან რა, ამიტომ სოკრატე არის ბებიაქალი. ან თვითონ დიალოგი არის ბებიაქალობა. ბებიაქალობით სიმბოლური ფერმობიდან იბადება პიროვნება. პიროვნება როგორც ნამდვილი ცხოვრებით ცხონებული მცოცხლავი, მე გამარტება რატომ აქ ცხონება ნიშნავს ჯანმრთელობას რა. ცხონება საღწხოვრებას ნიშნავს. საღწიცოცხლეს, ეგ ნამდვილ სიცოცხლეს, იქ ნამდვილ სიცოცხლეს ეხა დავლაპარაკეთ. ცხონებული და ნუ მართლმადიდებლობა. ცხონებული მცოცხლავი შტაბიშტილობაზე შეჩერებით. შეჩერება შეჩეჩებულზე, მადლივით გარემოსულზე, ან ნუ შენში ღმერთმა შეგაჩეჩარა სულში, ჩაგიდო ეს ყველა იდეა. შედგომა საკუთარ მიდგომილობაზე შეჩერება ესე შედგა. შედგომა საკუთარ მიდგომილობაზე ადამიანში შტაბეშტილ რეალობაზე, რომელიც შედედებულია რამ სახედ, ხოლო ეს სახეა სიმბოლო. ამგვარად შტაბეშტილება არის სიმბოლო, ფეხმძიმე სიმბოლო. საკუთარი მიდგომილობით მიუდგება და შეუდგება გააიპოსტასურეს ჰიპოსტასის როგორც ქვე შედგომით. ადამიანი მრავალ სამყაროთა გარეალურებას, ანუ აქვს შანსი აისიცოცხლოს ახალი ცხოვრებას, აისიცოცხლოზე აიცხოვროს, ნუ აითვისოს იქიდან მერე, ისე თავის სიცოცხლეთ მიიღოს. სწორედ ამგვარ ამეებზე საუბრობს მერაბ მამარდაშვილი პრუსტზე 1994 წლის ლექციების მეოთხე თავში. მეოთხე ლექციის დასაწყისში მამარდაშვილს მოყავს პრუსტიდან პასაჟი. ყოველდღივის ერთ-ერთ პეიზაჟში მეოთხე ლექციის დასაწყისში მამარდაშვილს მოყავს პრუსტიდან პასაჟი. ყოველდღივის ერთ-ერთ პეიზაჟში, რანაირად ვაყოფილებ პეიზაჟში, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა სხვა შუა საუკუნეების ქალაქი, მიწა, ისე რომ რთული გასარჩევი იყო, სად იყო მიწა, სად წყალი და სად სახლები. ხოლო ამ ჩვეულის გოეთესეული ამღვრეული ჩვეული გაგებიდან პერსონაჟი ამოაგდო უცხო უჩვეულო მოვლენამ, რამაც განაცდევინა უჩვეულო და უცხო რეალობა. ნახეს უცხო მოყმე ვინმე. ცხოვრების კაფიო რამ ძალა. ამით მამარდაშვილს უნდოდა ეჩვენებინა, რომ არსებობს უფრო ნამდვილი ცხოვრება, ვიდრე წრფივი და ერთმანეთში არეული, ბუნდოვანი თუ ამღვრეული, არაცხადი, გაურკვეველი სიცხადე, რომელიც არ არის ცხოვრება. მაგრამ არის სხვა ცხოვრებაც შტაბეშტილების შუქზე. არ არის ნამდვილი ცხოვრება. სწორედ ეს მეორეა ნამდვილი ცხოვრება. ხოლო ცოცხალი არაცოცხლისგან იმით განსხვავდება, რომ მას ყოველთვის შეუძლია რაღაც სხვა. არსებობს ცხოვრება შტაბეშტილების გაგებით და არსებობს ცხოვრება, რომელიც ცხოვრებას გავს. დავით თუ ის კარგად ჩაიწერეთ, ყველა ხოლმე ლაპარაკობ. ეს iPhone 13, მაგრამ არ არის კარგი. რამ? გოეთეს მსგავსად მამარდაშვილს შეუძლებლად მიაჩნია სიცოცხლე მეცნიერულად ამოიწუროს. ბიოლოგებისათვის თითქმის შეუძლებელია სიცოცხლის არსის განსაზღვრა. არც სიტყვებია თავისთავად საკმარისი და მათაც სჭირდებათ უფრო ფართო თანთხზული მიდგომილი სიმბოლოსავით რამ ადგილი. ხოლო ამგვარ რამეს ადგილს, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, შტაბეშტილებით თუ მიუდგება ადამიანი.
ცნობიერების გამოცდილება არის კიდეც ფაქტის დიდი ციტატა. მანამდე ხო ციტატები ალბათ გძნობთ როდის არის. თუმცა ამის შემოვა ტექსტი ერთია მაინც. ცნობიერების გამოცდილება არის კიდეც ფაქტის ან ადგილის გამოცდილება. და ამ ადგილს ორმა ვარსკვლავს ფუსტი უთავსებს იმას, რასაც შტაბეშტილებას უწოდებს. შტაბეშტილება ფუსტთან ყოველთვის ჩვენს მგრძნობელობაზე მიყენებული რაღაც დარტყმების განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელთა თავისებურებების წყალობით ჩვენი მგრძნობელობა გარკვეულ არამდგრად წინააღმდეგობაში მოდის, რაც საკუთარი სიცოცხლის ან რისკის ფასად უნდა მოვაგვაროთ. შტაბეშტილება ყოველთვის უკავშირდება იმ წერტილს ან ადგილს, რომელშიც ვერაფერი შეაღწევს და საიდანაც ვერაფერი გამოაღწევს. თითქოს შტაბეშტილება ორმაგი ვარსკვლავითა გამოკიდებული, რომელთაგან ერთია ადგილი და მისი ორეულია შტაბეშტილება. ამ ადგილიდან რა მხარესაც მიდიხარ, იმ მხარეს ესა თუ ის სამყარო ჩნდება. ციტატა დასრულდა. რაღაც ახდენს შტაბეშტილებას. რაღაც ჩაიბეჭდება ადამიანში, სადაც კოდირებულია ახალ სამყაროთა გაგებები. ეს კოდი კი უნდა მოიხსნას. ხოლო ამ ანახსნის მოხელთებული კვალი საკუთარ თავსა და ტექსტზე გადაიტანო ბგერაში, მუსიკაში, ყვავილში, ადამიანის აქციელში. აქ ეხლა ბევრი პერსპექტივები იშლება რა. აი ბგერა გადაგაკ, აი მაგალითად ეს რაღაცა კოდი ამოხსენი და რომ მოიხელთე რაღაცნაირად, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გადაიტანო რაღაცაში. უკვე კულტურულ წარმონაქმნში. ეს ბგერა, მუსიკა, ყვავილი, ყვავილით სადადებრო და დაინახო. მე ბოლო ყვავილი მაგათ შენი სიყვარული გადაიტანო ვარდების თაიგულში და ის მიართვა მე ადამიანს, რა ვიცი. ხო, ადამიანის აქციეში როგორ მოიქცეო ჯენტლმენად და ჯენტლმენად. ხო და ამ მაშინ და მაგრამ ეს აქციელები თვითონ ხდებიან უკვე ახალ სიმბოლოდ. რომელიც მე იმან უნდა ამოხსნას, ვისაც იმიტომ რომ სიმბოლო არის ჩვენი კომუნიკაციის საშუალება, ხო, ჩვენ სიმბოლოებით კომუნიცირებთ. ამგვარი ტექსტი ველი უფრო შთამბეჭდავად, მომრტყმელად, ყოველდღიურ სადაგობიდან ამომგდებად აქცევს სიტყვებს, მოქმედებებს, ნებისმიერ ხდომას. ხა ეს აქედან მოვიტანე, რა ქვია, არისტოტელეს პოეტიკიდან. სიტყვა არის ეკლექტიკოტეროს. პლიქტო არის სილის კარტყმა, თარტყმა რა. ეგ არის აი გამორტყმასავით იქნება რა, მაგრამ აი მოგარტყავდა რომ შემოვლაწუნე ნატვის ხეში რომ რა იქნა ეშმაკები გამოყაროს. ხო რაღაც ესეა რა, რომ ესე იგი ტრაგედიის მთავარი მომენტი ეგ არის, რომ იქ ისე უნდა გაკეთდეს არისტოტელე ამას, რომ შეგარტყიოს ადამიანი რა და აი გამოგაფხიზლოს რა და აი ამ იმიტომ რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ეს სიზმარია რა, რეალურად ჩვენ რეალ სამყაროში რეალ ცხოვრებას არ ვცხოვრობთ და რაღაცა უნდა შეგარტყიოს ხო? აქცევს სიტყვებს, ესე იგი, როდესაც შენ რაღაცა კოდი გაიგე, მე შენის გადმოიტანე რაღაც ველად, ეს იქნება მხატვრული ნაწარმოები, თუ ნებისმიერი მანქანა, რა ვიცი მე რა, ნებისმიერი რაღაცა რა, შექმენ უკვე ადამიანმა შემოქმედებითად რაღაც ახალი გააკეთე, ის თავისთავად იქცევა უკვე თავისებურ ტექსტად. და ის ტექსტში რომ მოხვდები, ესე იგი ტრაგედიაში რომ მოხვდება ამ შემთხვევაში. ის ტრაგედია ისეთი უნდა იყოს, რომ გამოგარტყას და ყოველდღიურობიდან ამ ეკლექტოტერო და ეკლექსი არის ბერძნულად სიურპრიზი. ეკლექსი. მე მგონი ექსტასი. ეკლექსი.
ექსტაზი. ეს მე და ერთ ექსტაზი შეიძლება გადაგაგდებს. სიტყვის მოქმედებას ნებისმიერ ხდომას. ასეთი ველი კი ნამდვილად შეიძლება იყოს ან შეიძლება განხილულ იქნას როგორც ლიტურგია. ან ვთქვათ აღსრულებადი ასკეტური კანონი. ლიტურგიული თუ სამონასტრო ტიპიკონი. ხა საქმე რაშია? აი ბერი არის ვიღაცა მაგარი, ხო? მაგარიცონ პეტროვიჩი, ანტონი, საბაგამწმენდელი, ხო ერთად ესე ეს ორია ჩვენ. სტუდიელების მონასტრის ტიპიკონი, ხო? რა ხდება? ხო, მე გრიგორ ხასტანმა გავგვიკეთა ჩვენ კიდე ტიპიკონი, რომელიც არ ვიცით როგორია. ორი ამისგან იერუსალიმის ტიპიკონიც აიღო, კონსტანტინოპოლის ტიპიკონიც აიღო და შეერთდა. ესე იგი, ჯერ ხდება რომ არის საბაგამწმენდელს აქვს ეს იერუსალიმის ტიპიკონი, ეს ტიპიკონი გადადის, ამ ტიპიკონს იღებს გადადის კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლში თავისებურად ვითარდება, აქ კიდე თავისებურად თვითონ იერუსალიმში კონსტანტინოპოლიდან მიდის. ეგვიპტიდან მიდის, საიდანაც მიდის, თავს იხრის. მე ეს ტიპიკონი გადადის იმაში კონსტანტინოპოლში. ხანსტელი ჩადის, აქაც და ამისგან კიდე სინთეზს აკეთებს. მე საბა და ამ სტუდიური მონასტრის სინთეზი არის დღეს როგორც ჩვენ მსახურობთ ჯერჯერობით. ხო, მოკედ იქნება სამონასტრო ტიპიკონი, ესე იგი განაწესი. და შემდეგ ესე იგი ვიღაც ნიჭიერი ადამიანები თავის გამოცდილებით და თავისი წოდნით ამას გადასცემენ მოწაფეებს და ძირითადად თვითონ კი არ წერენ ხოლმე ტიპიკონებს. არამედ თავის მოწაფეები მასთან იკრიფებიან ეს ტიპიკონს თავის ცხოვრების წესს სიტყვიერად მაგალითად გადაცემს მოწაფეებს და აი მოწაფეები ან მოწაფეების მოწაფეები შემდეგ უკვე ჩაწერენ იმ ცხოვრების რაღაცა ტიპს, ეს უფრო განსაკუთრებით კათოლიკებს, ჩვენ პრინციპში ერთი გვაქვს მარტო მონასტრის ტიპი, ეს თუ სტუდიური ტიპი გვაქვს შემორჩენილი და მათ ფრანცისკანელები და მილიონი ორდენები ყავთ კათოლიკებს უკვე, რომელიც რაღაც თავისი ძირითადად ბენედიქტელები ვინც არიან ის იმათ ბასილი დიდის ტიპიკონი. აი, ესე იგი ბასილი დიდის ტიპიკონი, გაითვალისწინა საბამ, რა და მთელი რაღაც ამბებია რა, ზუსტი ხაზი არავის არაა გავლებული და საინტერესო აღარც არის უკვე. მაგრამ ასეა თუ ისეა, შეიძლება ვიღაცას ააგდა მე აღარ ვიცი, როცა მაინტერესებდა, მაშინ არ იყო ამ მქონდა ეგ პირდაპირ ხაზი, ესე იგი საბაში ამდენად არის გათვალისწინებული კინოვიური ცხოვრების ტიპი, როგორც ეს ბასილის ჰქონდა, ბასილი რომელიც ბენედიქტური მონასტერი მიიღო ბაზი და ბენედიქტური მონასტერი ხდება უკვე მაგალითი ყველა დარჩენი კათოლიკების სხვა ორდენებისა. ნუ ეს ვისაც საინტერესო შეუძლია მაგაზეც ალბათ იქნება კიდე გამოკვლევები მაგაზე. მოგეთ საბოლოო ტიპიკონი იქნება და როდესაც შენ მიდიხარ იმ მონასტერში და იმ ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობ, ხო? ის ტიპიკონი ხდება უკვე სიმბოლო. აი მაგალითად საეკლესიო მსახურების სიმბოლო, როგორც აღიქვე ტიპიკონი, ამ ლიტურგიები როგორ უნდა ჩავატაროთ, მარხვის დროს, იმის დროს, ამის დროს, ყველაფერი გარწეს და ტიპიკოს როცა ბიძინა გუნიამ დაგვიწერა საქართველოში. ხო, ის რომ არის, როდესაც დაждენ რუსი მკვლევარები, ლიტურგისტები რა, დიმიტრევსკები, სკაბალონოვიჩი წერს, მე მგონი უფრო მეტად მახსოვს თუ რომელიღაცა წერს თუ არ ვიცი როგორ არის მევანი ამბობს თუ. მოგეთ რომ არ ვიცი, წავიკითხე დიდი ხნის წინანდელ ამბავს გეუბნებით 30 წლის წინამდელ ამბავს გეუბნებით. ესე იგი რომ მაშინ მკითხულობდი რა ეგეთ რაღაცებს. ესენი რომ დაადგნენ და მოისურვეს რუსებმა რომ აი ეს ტიპიკონი როგორც წერია ისე შეესრულებდნენ, ზუსტად შეუძლებელი გახდა. ესე იგი თვითონ ტიპიკონიც კი არის სხვადასხვა ტიპიკონების ერთად თავშეყრა, რომელიდანაც შენ კონკრეტულად შენ უნდა გამოიტანო შენი აზრი რა. გაინდივიდუალურ, აი შენ უნდა ეს არის მაგალითი, რომელიც შენ უნდა გამოიყენო. მოგეთ ეს არის სიმბოლური ტექსტი, ესეც სიმბოლო, რომელიც სიმბოლოში შენ შედიხარ და ამ სიმბოლოს საშუალებით შენ უკავშირდები იმათ სტილ ცხოვრებისა, რომელმაც აი ამ ტიპიკონად აღწერა თავის სიცოცხლეს. ესე იგი ჩვენ ტიპიკონს ვიცავთ, მეგობრებო, ამ საშუალებით რატო ვიცავთ ჩვენ ტიპიკონს, ამის რომელიც დღეს ბევრ რაღაცაში სისულელად გვეჩვენება, მაგრამ ხელების ხნევა და რაღაცა საქმეების ხნევა და რაღაცა ამ გზის და ამ საშუალებით ბევრი ტრადიციები ერთად იყლის თავს, მაგრამ
ამის გაგება არის ერთი მხრივ რომ ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ მაქსიმალურად ესე იგი დავიცვათ, მაშინ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს მისი გაგება შევეცვალოთ და ამან უნდა მიგვიყვანოს გაგებამდე. ამიტომ რთული პროცესია, შეიძლება ფორმალურად დაასრულოს ტიპიკონი, მაგრამ შეიძლება ასევე ისწავლო მის ისტორიას შემდეგ. რაც არის, მოკლედ ტიპიკონი აქ იმას, სამონასტრო იქნება, ლიტურგიული ტიპიკონი იქნება. ეს არის სიმბოლო, ამიტომ ვართ ჩვენ მკაცრები მის შესრულებისას და მეტნაკლებად ვიცავთ ამას. ვიცავთ რომ ამით შენ ჩაერთვები იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში რაჟით საბაწმინდა სტუდიელებს ბერძნებს კაბადოკიელებს სირიელ მამებს ეგვიპტელ მამებს პალესტინელებს მიუღიათ ეს მონაწილეობა ერთად მოსულა და ახლა რაღაცა ფორმში და იმაში გადასულა გადმოსულა გადადნობილა ჩვენ უნდა მოაღწია მაგრამ ეს მაგია არ არის პირდაპირ გაკავშირებს იმასთან ეს შენ უნდა იცვალო შენ უნდა გააცოცხო ეს აი იესოც გახსოვთ რომ პირდაპირ არ ეუნება რომ კანონი ვარყავით და შეასრულეთო და მაგრამ ნუ მე პავლე მოციქული მოდის და ამბობს რომ კანონის შესრულება ესე იგი ზოგჯერ კანონის შეუსრულებლობა არის კანონის აღსრულება ვიდრე კანონის ასოს აღსრულება არის იმ კანონის შესრულება აქ ცოტა ნუ ამიტომ მაგალითად კანონის სამართალი პავლეს კანონის სამართალი ზეც ნუ ბევრი რაღაცები წერა ბერძენი ერთი და წერს და არ მომეწონა მის წიგნი. რაც შეეხება კანონს, რომელიც მამარდაშვილისათვის წესრიგთან იგივეობრივობას აღნიშნავს, გვაქვს ორი პოლუსი, ცოცხალი, ანუ მოწესრიგებული მგაგებით, რომ ცოცხალია წესებიდან და კანონებიდან დასკვნების გამოტანის ფასად. მეორე მხრივ კი გვაქვს გაბნეულობა და რღვევა ის, რაც არის ცოცხალი. ზემოთ ეთესოული სულის ამღლეობა და დავინდულობა. სხვანაირად თქმულად, მამარდაშვილის სიტყვებია, სიცოცხლე წესრიგით იკვებება, ანუ სიცოცხლე წესრიგის მოპოვების პროცესია, ცოცხალი წესრიგის მოპოვების გზით და თუ კი სიცოცხლე არ გულისხმობს წესრიგს, ის არ ცოცხლობს. ეს ტიპიკოზე გადააბით. ასე კი შეიძლება მართალია შემოვლითი და გაჭიანურების გზით დაბრუნება სამართალთან. სამართალი არის მოპოვებული სიცოცხლის წესრიგი. ტექსტ, ადგილი, ტოპოსი, სადაც მოხვედრილი ადამიანი იბომბება, ირიცხება შტაბ-ბეჭდადის სიტყვებით, ოღონ აქ სიტყვაში არ თავსდება ცნობიერება, ამ ცნობიერება, რომელიც თავადვია ადგილი. მაგალითად, კაცად მოწესრიგებული ლიტურგიის ერთი და იგივე სიტყვები თავისთავად მათზე შეჩერებისა და მუშაობის გარეშე არ იქცევიან კანონიერად, ანუ ცნობიერებად. სიტყვა შეიძლება შტაიბიშტოს, ოღონ მაინც საჭიროებს ახსნას. სამართლის ლიტონიასო კლაუსული აცოცხლებს. ხოლო შტაბეშლება არის მსახურება სიკვდილისა ქვაზე ასოებით გამოსახული. ეს იგივე კორინთელთა მიმართ წერილიდან არის. იგი მხოლოდ სულიდან ანუ ძალისხმევით შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ახალ სამყაროს გამომსახველად. და კიდევ ერთი, კაცირერისათვის მითი ანუ ლოგოსისაკენ მიმავალი მით სიტყვა მუდამ გარშემოცულია განსაკუთრებული ატმოსფეროთი სიხარულისა თუ გლოვის, წუხი ლოხითა და თუ ახტაცებით, ხერულობითა თუ დაღონებულობით. აქ უკვე ატმოსფერო ლიტურგიული თუ ასკეტო კანონის ველი შტამბეჭდელოს ორსულ სიმბოლოდ. ლიტურგიულ ასკეტული ველისა და ლოგოს შტამბეჭდელობის შესახებ მაქსიმე აღსარებელთან შეიძლება დაისახოს პასაჟები. კითხვა. ეს უკვე გადავედით მაქსიმე აღსარებელზე. აქ მამარდეზე მორჩები.